ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვენ არასამთავრობოები. ეს მას შემდეგ, რაც დანაშაულის პროვოცირება სამართლებრივ საფუძვლებზე კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევის ავტორების თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დანაშაულის პროვოცირების მიზნით მოპოვებულ მტკიცებულებებს სასამართლოში იყენებენ, რაც ევროპული პრაქტიკით დაუშვებლად მიაჩნიათ. საქმეები, რომლებიც ღია საზოგადოება საქართველოს და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ 8 თვის განმავლობაში შეისწავლეს, კომერციულ მოსყიდვას, ქრთამის აღებ მიცემას და ნარკოდანაშაულებს ეხებოდა. კვლევა გრძელდებოდა 8 თვის განმავლობაში და საბოლოოდ დღეს ჩვენ წარუდგინეთ საზოგადოებას რეკომენდაციები, რომელიც ჩვენის აზრით ხელს შეუწყობს ხარვეზების გამოსწორებას, რაც არსებობს კანონმდებლობაში და სასამართლო პრაქტიკაში. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ სახელმწიფო სახელით მოქმედმა ფარულმა აგენტებმა ისინი არ უნდა იყვნენ დანაშაულის წამხეზებლები, მათგან არ უნდა მომდინარეობდეს დანაშაულის ინიციატივა, აუცილებელი ასევე პროცედურული გარანტიები იქნას გაწერილი, როცა ესეთი ფარული აგენტი მონაწილეობს საქართველოს პროკურატურას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საპროცესო დამხედველობა, ასევე შესაბამისად კანონმა უნდა დაარეგულიროს ზუსტი ვადები ამ ოპერატიული მოქმედებებს.